სტიქიის თემით სპეკულაციაში მხილებულმა ოპოზიციონერებმა ტაქტიკა შეცვალეს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების უმოქმედობაში დადანაშაულებამ შედეგი ვერ გამოიღო, კრიტიკოსთა ნაწილმა სამუშაო პროცესში ჩართვა თავად გადაწყვიტა. ბადრი ჯაფარიძემ სპეცტექნიკის ქირაობაც კი დაანონსა. გურიაში სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობის დახმარებისა და გზების, თოვლისაგან გაწმენდის მიზნით, კერძო პირებისა და კომპანიებისაგან კომერციულ ფასად ვიქირავებთ JCB ტიპის ტრაქტორებს. ის მუშაობს. ხო. კი. ამ ვიდეოს ავტორები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით ვიდეოში ნათქვამი ერთი ფრაზიდანაც კარგად ჩანს, როგორც ცდილობენ მათი ოპონენტების საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. წარმოუდგენელი ამბავი ხდება, იმიტომ რომ აქაც კი იქნება რაღაცას გამორჩნენ, გუშინდელი ერთი ვიდეოც მოწმობდა ამას, რომ თურმე ნაცებს არ აწყობთ რომ იმუშაოს ტექნიკა, აი სანამ ჩაირფებოდა წინასწარ გაეპარათ, რომ არ აწყობდათ რომ ტექნიკა მუშაობს. ეს არის მათი სახე. სტიქიასთან ბრძოლის პარალელურად დეზინფორმაციული კამპანია არ წყდება სოციალურ ქსელში, სადაც არაერთი გადაუმოწმებელი ფაქტი და ამბავია გავრცელებული. ამ წუთას შეგვატყობინეს, მამაჩი ჩამოინგრა სახლი და ორი მცირეწლოვანი ბავშვია მოყოლილი. ოჯახი ათენებს ბოსელში. როგორც გავიგეთ, მამაჩის სახლის ჩამონგრევის ინფორმაცია საბედნიეროდ არ დადასტურდა, მაგრამ მაინც შევდივართ. სანამ დავით კაცარავა ახალ სტატუსს დაწერდა, მანამდე ლანჩხუთის მერიას იმის განმარტება მოუწია, რომ სოფელ მამაჩში სახლის ჩამონგრევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩამოთვლილი მაგალითების გათვალისწინებით მთავრობის მეთაური და საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებას მოუწოდებენ სპეკულაციებს არ აყვნენ. ეს მათი ხასიათია უბრალოდ და მათი დაგვეთა როგორც ჩანს, არ ვიცი, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული თავიდან ბოლომდე პრობლემების მოგვარებაზე და რა თქმა უნდა ნაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ განცხადებებს. ჩემი წინამორბედი, რომელიც გამოდის და ახალი დაწყებული სტიქიიდან გამომდინარე იძახის, რომ ჩვენ ხელისუფლება არ ყავს და პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყანას და ხელისუფლებას, ეს არის მიუღებელი და საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ რაც შეიძლება ნაკლები გქონდეს ამ ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დამაჯერებლობა და ვიყოთ ვინც არის პასუხისმგებელი ამ ქვეყნის განვითარებაზე და არსებულ სიტუაციას იმ ადამიანებს მოუსმინოთ. ოპოზიციის ქცევა მართლ პარტიაში პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად ფასდება. წარსული მაგალითების გათვალისწინებით ამბობენ, რომ ტრაგედიით სპეკულაცია ოპოზიციის არახალი ჩვევაა. საკვირველი არ უნდა იყოს ახლა იქ შოვის ტრაგედია აიღეთ კონკრეტული ადამიანების გარდაცვალება, სიკვდილი, უბედური შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში იყო პოლიტიკურად ამის გამოყენების ძალიან ესეთი სერიოზული ინტენსიური მცდელობები. მე რა თქმა უნდა ყველას მოუწოდებ, რომ არც პოლიტიკური პოპულიზმის და არც პოლიტიკური კეკლუცობის და ქულების დაწერის დრო არ არის. ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებულები და ჩამოყალიბებულები იმის გარშემო, რომ ჩვენ სტიქია უნდა დავძლიოთ და აუცილებლად დავძლევთ. სახელისუფლებო პარტია ოპოზიციასა და მათ მოკავშირეებს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომისკენ მოუწოდებს, საზოგადოებას კი სიმშვიდეს და ფაქტების გადამოწმებას ურჩევს.